დღეს არის ისტორიული და საოცარი დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალური უფლების აღიარება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უდიდესი ძალისხმევის გარეშე ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წარმატებით დააგვირგვინა ის ავტოკეფალური მოძრაობა, რომელიც თითქმის 2 საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა. მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ განხორციელებული საეკლესიო რეფორმის შედეგად ანტიოქიის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალიას ცნო და საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელს კათოლიკოსის ტიტული მიენიჭა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია იყო ავტოკეფალური. თავდაპირველად საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოსის სახელით ახსენებდნენ. და მე-11 საუკუნის დასაწყისში კათოლიკოსის ტიტულს ჩაენაცვლა აგრეთვე პატრიარქობა და შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკლესიის მეთაური იწოდებოდა კათოლიკოს პატრიარქის სახელწოდებით. 1782 წელს გეორგიევსკში ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმდა 13 მუხლიანი შეთანხმება, იგივე ტრაქტატი, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის უზენაეს ხელისუფლებასა და მფარველობას ცნობდა. ტრაქტატის მერვე მუხლის მიხედვით ქართული ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი ანტონ პირველი რუსეთის სინოდის რიგით წევრად ცხადდებოდა. ცოტა ხანში ქართლ-კახეთის სამეფო საერთოდ გაუქმდა და ის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რიგითი გუბერნიის სახით შევიდა. ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ სულ მალე ქართული ეკლესიის ჯერიც დადგა. 1810 წლის მიწურულს საქართველოდან პეტერბურგში გაიწვიეს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე, რომელსაც საქართველოში დაბრუნების ნება აღარ მისცეს. რუსეთმა ყველა წესის დარღვევით გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და მის ნაცვლად საქართველოში საეგზარქოსო მმართველობა დაწესდა. 1811 წლის 30 ივნისს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ყოველგვარი საეკლესიო კანონის დარღვევით გაუქმებული იქნა საქართველოს ეკლესია. ავტოკეფალია და იგი შეუერთდა რუსეთის უწმინდესი და უმართებულეს სინოდის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უუფლებო მდგომარეობა საუკუნეზე მეთხანს გაგრძელდა. ეს ვითარება მხოლოდ 1917 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთში შიდა არეულობა დაიწყო. ქართველ ხალხს, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებს, როგორც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში არ შეუწყვეტიათ ბრძოლა, როგორც ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ასევე სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის და 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით და ახალი სტილით 25 მარტს ესე საქართველოს ეკლესიამ აღადგინა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში აღდგენილად გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალი. ამაში ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ მეფის ხელისუფლება 1917 წლის 27 თებერვალს დაემხო და აი ამის შემდეგ ესე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა წინ უსწრებდა სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას მხარს უჭერდა როგორც ქართველი სამღვდელოების უდიდესი უმრავლესობა, ასევე ქართული ინტელიგენცია. 17 სექტემბერს უკვე 1917 წელს აირჩია პირველი კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი კირიონ მეორე და დადგა საკითხი ახლა რომ აღიარონ ეს ავტოკეფალია. კირიონმა არჩევისთანავე 1917 წლის 17 სექტემბერს აირჩიეს, არჩევისთანავე მსოფლიოს მართლმადიდებულ სამყაროს, რომის პაპს, სომხეთის ეკლესიას და სხვებს გაუგზავნა მიმართვა, რომ მან აღადგინა თავისი ისტორიული დამოუკიდებლობა. მართალია საქართველოს ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ საჭირო იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო აღიარების ხელახალი დადასტურება. სრულფასოვანი ავტოკეფალიის მოპოვების გზაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა 1953 წელს მოხდა. მეორე მსოფლიო ომში ჩაბმულმა საბჭოთა კავშირმა ეკლესიის მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა დაიწყო. ომში გამარჯვებისთვის საბჭოთა მთავრობას საზოგადოების სრული მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ამ მხრივ კი ეკლესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სტალინმა ეკლესიის მიმართ წლების განმავლობაში წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის შერბილებისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგვარი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. 1953 წელს აღდგა რუსეთის საპატრიარქო და შესაძლებელი გახდა ახალი პატრიარქის არჩევა. სტალინის უშუალო მითითებით რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა დაევალა. 1953 წლის 28 ოქტომბერს თბილისში რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ჩამოვიდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატესთან სიონის ტაძარში ჩატარებული ერთობლივი წირვის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ეუწყა, რომ რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად და კანონიკურად ცნოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ამის შესახებ მსოფლიოს მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს აცნობა. 1953 წელს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, ტერიტორიული ავტოკეფალია. ამაში სტალინი იყო, ასე რომ ვთქვა, დაინტერესებული, იმიტომ რომ მას უნდოდა, რომ კონსტანტინოპოლის ნაცვლად მოსკოვი ყოფილიყო მართლმადიდებელი ეკლესიების ცენტრი და საქართველოს ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი, აქ ჭირდებოდა მას, მაგრამ არ აღიარებდა დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიები. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა და ამ დროს საბჭოთა კავშირს ათეისტური პოლიტიკა ჰქონდა ეკლესიის მიმართ, სულიადაც არ ანაღლებდა და ჩვენი ეკლესია ჩაკეტილი იყო. მსოფლიოს მართლმადიდებულ სამყაროსთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ამ ურთიერთობის გამო ბევრად დაზარალდა ჩვენი ეკლესია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ბოლომდე მიყვანას კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდა და ამ საქმის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო. პატრიარქი ჯერ კიდევ 1963 წლიდან, როცა შემოქმედელი ეპისკოპოსი იყო, ჩაუდგა სათავეში ამ საქმიანობას ქართველ მეცნიერებთან კონტაქტით, ეძიებდა საბუთებს, რომ მერე უკვე დაემტკიცებინათ ეს მართლმადიდებელი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსათვის და ეს მუშაობა უფრო ინტენსიური გახდა პატრიარქად აღსავდრების შემდეგ. ის დაჟინებით ითხოვდა მსოფლიო პატრიარქისგან 2 საუკუნის წინ გაუქმებული სტატუსის აღდგენას. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უნდა იკავებდეს იმ კანონიერ ადგილს, რომელიც მას მე-5 საუკუნიდან ეკავა. წერდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს დიმიტრიოსს. თუმცა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც პირველი ადგილი უკავია მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში, საქართველოს ავტოკეფალური უფლების აღიარებისგან თავს იკავებდა. აქ რამდენჯერმე ჩამოვიდა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის დელეგაციები. თვით მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი 87 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ მაშინ ჩვენ არ ვიყავით მის მიერ აღიარებული. კონსტანტინოპოლის საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალური უფლების დამამტკიცებელ შესაბამის ისტორიულ დოკუმენტებს თხოვდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხელმძღვანელობით შეიქმნა დიდი სამეცნიერო საბჭო. დაიწყო იმ ისტორიული წყაროების მოძიებისა და თავმოყრის პროცესი, სადაც მინიშნებული ან მოხსენიებული იქნებოდა ფაქტები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაუკავშირდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებს, ქალბატონ ელენე მეტრევერს, ამასთანავე უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ზაზა ალექსიძეს, ქალბატონ მარიამ ლორდ-ქითფანიძეს, ესე ბატონ ნოდარ ლომოურდას ხვებს და დაიწყეს შეგროვება იმ ძველი ისტორიული მასალებისა, რომელიც ადასტურებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის სიძველეს. და შეგროვილი იქნა მასალები, ეს მასალები ითარგმნა, განსაკუთრებით ყურადღება მიექცა უცხოურ წერილობით წყაროებს, ბალსამონს და სხვებს, სადაც დაფიქსირებული იყო საქართველოს ეკლესიას უძველესი დროიდან ჰქონდა ავტოკეფალია. 1990 წლის 4 მარტს ეს ძალისხმევა საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს პირველმა კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები გადასცა. ამ სიგელის მიხედვით ილია მეორის ტიტული ასე განისაზღვრა. მთავარეპისკოპოსი მცხეთა თბილისისა და კათოლიკოს პატრიარქი სრულიად საქართველოისა. რაც შეეხება დიპტიხის საკითხს, ანუ ესე რიგობითობის აღიარებას თუ რომელ ადგილზე უნდა ყოფილიყო საქართველოს საპატრიარქო, ეს საკითხი ვერ გადაწყდა. იმიტომ ვერ გადაწყდა, რომ ესე შესაძლებელი იყო მაშინ მთელი ესე იგი იერარქია იმ ეკლესიებისა, რომელთაც დღეს ესე იგი რიგითობა აქვს განსაზღვრული. ამიტომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიხედვით ჩვენ მე-9 ადგილი გვიკავია, თუმცა ისტორიულად მე-6 ადგილი გვეკავა. 1990 წლის 4 მარტს ეს აღიარება მივიღეთ და ეს უშუალოდ პატრიარქის დამსახურება იყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი თუნდაც ავიღოთ ახლა სახელმწიფო გამოაცხადა დამოუკიდებლობა და არ აღიარებს მას არავინ. ის სახელმწიფო ვერ იარსებებს. ავტოკეფალურ ეკლესიას ასე თვითდინებაზე ვერ იქნება, თუ მას ევქარისტიული კავშირი არ ექნებოდა დანარჩენ ეკლესიებთან, როგორ იქნებოდა ეს? საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა ის უფლებები, რაც ისტორიულად ჩვენ გაგვაჩნდა. ამას მეორე მხრივ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. 1990 წლის 4 მარტს მოხდა დადასტურება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ეკლესიის ავტოკეფალისა. მალე აი ამ ფაქტს მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წელს ქართულმა ეკლესიამ თავისი ისტორიული ადგილი დაიბრუნა.